სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეორე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი ათონელი მამების ხსენებას. დღეს არის ასევე რუსეთის მიწაზე გაბწყინებულ წმინდანთა ხსენება. შეგახსენებთ, რომ სულთმოფენობას წმინდა ეკლესია აღნიშნავს თავის დაბადების დღეს. სულთმოფენობიდან პირველ კვირას არის ყოველთა წმინდანთა ხსენება. ხოლო დღეს სულთმოფენობიდან მეორე კვირას ეკლესია მოგვიწოდებს ღირსი ათონელი მამების თაყვანისცემისკენ, რათა მივბაძოთ მათ რწმენას, ღვთივსულიერ ცხოვრებას, მათ სიწმინდეს. აი ეს დღეები დადგენილია ნიშნად იმისა, რომ სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა მოქმედებს ეკლესიაში და წარმოშობს დიდ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ლოცვით, სიწმინდით, მოხსენიებით ჩვენ ვღებულობთ კურთხევას. და აი დღეს, როდესაც არის ათონელი მამების ხსენება, ჩვენ სახარებიდან გვესმის მოთხრობა, თუ როგორ მოუწოდა უფალმა იესო ქრისტემ თავის პირველ მოწაფეებს, რომლებიც იყვნენ მეთევზეები, და როგორ უპასუხეს მათ ამ მოწოდებას. უფალ იესო ქრისტე შეხვდა ძმებს ანდრიას და სიმონს, პეტრე წოდებულს, და მათ დაუტევეს, მიატოვეს თავიანთი ბადეები და გაყვნენ ქრისტეს. როცა მან უთხრა, რომ ამიერიდან გახდებით ადამიანთა მებადურები. შემდეგ უფალმა ნახა სხვა ორი ძმა, იაკობი და იოანე, და მოუწოდა მათ თავისკენ. მათაც მიატოვეს მათი ოჯახები, საქმიანობა და შეუდგნენ ქრისტეს. და ეს უფლის მოწოდება მომართულია ყოველი ჩვენგანისადმი ასევე. ეს არის მოწოდება იმ წმინდანების, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს იმისთვის, რომ ქრისტესთან ყოფილიყვნენ. და აი ჩვენ, როდესაც სახარებიდან ვკითხულობთ მოციქულებზე, მათ ცხოვრებაზე, ხედავთ, რომ სულთმოფენობამდე მათში იყო არაერთი სისუსტე. ხედავთ ჩვენ მათ სისუსტეებს, მათ მერყეობას რწმენაში, სულიერ ცხოვრებაში. ხედავთ ისეთ თვისებებს, რომლებიც ჩვენც გვახასიათებს. მაგრამ მათგან განსხვავებით, აი ამ თვისებების გამო ჩვენ კარგავთ შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ქრისტესთან, ვშორდებით ქრისტეს. და კარგავთ ამ შესაძლებლობას, რომ ვიგრძნოთ ჩვენი რწმენის ძალა და შინაგანი სიმყარე. მოციქულები კი მიუხედავად ამისა, მათი უძლურებისა, ყოველთვის იყვნენ უფალთან. რატომ? იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ერთი მთავარი თვისება, დიდი გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, ქრისტესთან ყოფნისა. და აი ამაზე ამბობენ წმინდა მამები, რომ წმინდან სოდვილისგან
სწორედ ეს მთავარი თვისება გამოარჩევს. გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტესთან ყოფნისა. და ეს თვისება ჩვენ ყველაზე მეტად გვაკლია. ამიტომ, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რა გამართლება უნდა მოუძებნოთ ჩვენს თავს, როდესაც წმინდანებმა მოიხვეჭეს ყველანაირი სათნოება, ჩვენ კი იმდენად სარიელები ვართ, რომ არც ერთზე არ ვზრუნავთ. და იმიტომ კი არ ვართ ასე ღარიბნი სათნოებებით და კეთილი საქმეებით, რომ არ შეგვიძლია. არამედ იმიტომ, რომ არ გვინდა, ნაკლებად გვინდა, ნაკლებად ვიღწვით კეთილი საქმეებისთვის, სათნოებათა მოპოვებისთვის. და აი ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ადამიანმა, ჩვენნაირმა, ჩვენი ბუნების მქონე ადამიანებმა მიაღწიეს ამ დიდ სიწმინდეს და გაბრწყინდნენ ამ სათნოებებით. ჩვენ დღეს ვართ ბედნიერნი, მადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ ამ წმინდანთა შორის დიდი სიმრავლეა ქართველი წმინდანების და მათ შორის ათონის მთაზე მოღვაწე დიდი მამების. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ ეს მთავარი თვისება, გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, იმისთვის, რომ ყოველთვის პასუხობდეთ უფლის მოწოდებას, მის სიტყვებს, ფსალმუნის სიტყვებით, სადაც ნათქვამია, რომ გამზადებულ არს გული ჩემი, შენ დამიღმერთო, გამზადებულ არს გული ჩემი. ამინ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით ჩვენ ვლოცავთ ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს მოწაფეებს და თანამშრომლებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.